როდესაც მუშაობ, ყოველთვის ვცდილობ, რომ გააზრება არ უშლიდეს ხელს ემოციას და საერთოდ მიმაჩნია, რომ ხელოვნება ის სფეროა, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია, სადაც აზრი და გრძნობა ერთმანეთს ხელს არ უშლის. აი, მართლაც რო შევხედოთ, ცხოვრების უმეტეს სფეროებში გრძნობა შეიძლება უშლიდეს აზრს ხელს. არაჩვეულებრივად საინტერესო მხატვარი არის ბატონი ლადო ასათიანი. ძალიან თავისებური, ინდივიდუალური და სრულიად ნათელი პრინციპების მატარებელი, რომელიც ერთდროულად თავის შემოქმედებაში ატარებს ერთის მხრივ რეალობას და ამავე დროს იმ სახიერებას, რომელიც მისთვის არის, ლადოსთვის არის დამახასიათებელი. ლადო ასათიანს ძალიან ბევრი წელია ვიცნობ. მის შობლებს, ბებიას, ბაბუას ის მახსოვს სულიად პატარა. დავიბადე 1955 წელს ქალაქ თბილისში ინტელიგენციის ოჯახში. ბაბუა ჩემი აკადემიკოსი იყო, ვლადიმერ ასათიანი, ვის სახელსაც ვატარებ, ორგანული ქიმიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მამა ჩემი ფიზიოლოგი, ექიმი, ბიოფიზიკოსი, აკადემიის კორესპონდენტი. დედა ლია იყო აღმოსავლეთმცოდნე და ამავე დროს პოეტი, მთარგმნელი, თარგმნიდა სპარსულიდან, გერმანულიდან, რუსულიდან და საერთოდ ჩემ ოჯახში იყო ხელოვნების და მეცნიერების ერთგვარი სინთეზი და იყო ყველაფერი, ასე ვთქვათ, რაც კულტურასთან აახლოვებს ადამიანს. ლადო ხელოვნების ერთგული ადამიანია. ბევრი სირთულე შეხვდა ცხოვრებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა განაგრძობდა შემოქმედებით მუშაობას და არასდროს უღალატია თავის ესთეტიკური იდეალებისთვის. ერთი პერიოდი გადაწყვეტილი მქონდა, რომ ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა უნივერსიტეტში და ბეკუას სახელობის სპეციალურ სკოლაშიც გადავედი და იქ ვსწავლობდი. შემდეგ უეცრად გადავწყვიტე, რომ ხელოვნება უფრო მაინტერესებს და ბოლო კლასში გადავედი მომზადებაზე. პირველი ჩემი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი ქართველი მხატვრები, გურამ ქუთათელაძე, ხიტად იცნობდნენ მას და გივი მაისურაძე. აი ამ ორ მხატვართან ვემზადებოდი, რათა ჩამებარებინა აკადემიაში. როცა ჩავაბარი, ბევრი შესანიშნავი პედაგოგი მასწავლიდა, რამდენიმეს დავასახელებ. პირველ რიგში ეს იყვნენ პროფესორები, გიორგი ჯაში, ესმა ონიანი, შოთა კუპრაშვილი, მერაბ ცინცაბაძე და სხვები. მე თანაბრად მიტაცებდა თავიდან, როგორც ფერწერა, ისე ხატვა და ხატვის კათედრაზე ვიყავით, ესე ვთქვათ, მიმაგრებული ჩვენი ჯგუფი და ყოველთვის მიტაცებდა და დიდ ყურადღებას ვაქცევდი და
ძალიან საინტერესოდ დამამახსოვდა აი პირველ რიგში ბატონი შოთა, ბატონი მერაბი და ისინი სხვადასხვანაირი მეთოდით ასწავლიდნენ, მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა სხვადასხვა მეთოდების გაცნობა, რომ მე სინთეზი თვითონ მომეხდინა და შემეჯერებინა ერთმანეთთან. მას აქვს ძალიან თავისუფალი მხატვრული მანერა, მაჟორული ფერწერა, ემოციური და შეიძლება ვთქვათ ვიღაცამ ჩათვალოს, რომ აი ამ ხასიათის მხატვარი, ესეთი ტიპის ფერმწერი უფრო იმპულსურია, უფრო თავის ემოციებზეა დამყარებული. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ ის თეორიული ცოდნა და ის კვალიფიკაცია, რომელიც მას სწორედ როგორც თეორეტიკოს გააჩნია, ჩემი აზრით გამოიხატება კიდევაც მის მხატვრულ პრაქტიკულ შემოქმედებაში. საოცრად ერუდირებული პიროვნება, მოაზროვნე და მეცნიერი და შემოქმედი. რამდენად შთამბეჭდავი და თვითყოფადია მისი ფერწერა, ამაში განსაკუთრებით მაშინ დავწმუნდი, როცა ინსტიტუტში მოვაწყდი მისი ნამუშევრების, მისი ფერწერული ტილოების გამოფენა. ყველაზე მომხიბლელობა მისი შემოქმედების რაშია იცით? ლადო ნამუშევრები არაჩვეულებრივ მომხიბლელი და ისეთი იცით კარგ შთაბეჭდილებას კი არა, ძალიან კარგ უნებაზე გაყენებს. რატო? საერთოდ ხელოვნებას დარგებში, განსაკუთრებით მხატვრობაში მომხიბლელია ყველაზე უფრო ის, როდესაც ნამუშევარი ტოვებს როგორ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ეს არის გაკეთებული აი ძალიან უბრალოდ ყოველგვარი დაძაბვისა და ყოველგვარი წვალების გარეშე. ვერ შეამჩნევთ ვერცერთ სურათზე აი ნაწვალებ ადგილს ან ესე რთულად გაკეთებულ დეტალებს. აი ეს თავისუფლება მას ყოველთვის ჰქონდა და დღესაც აქვს. სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ ეგ სიმღერაში არის ხოლმე, რომ ჭიქა არაყით ბადას გაიხსნი და მერე მიდიხარ და შეიძლება ეგეთი მხატვრებიც არსებობენ, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ სიქსტის კაპელას აზრის გარეშე ვერ მოხატავ, ვერც მონალიზას ვერ დახატავ და ვერ საიდუმლო სერობას და ასე შემდეგ. იმიტომ რომ აზრი და გრძნობა იქ ერთმანეთთან თანაარსებობს სრულად. ჩემი მუშაობა სხვადასხვანაირი, ასე ვთქვათ, ფაზებს შეიცავს და სხვადასხვა რიტმს. როდესაც ეტიუდებზე გავდივარ, იქ უფრო სპონტანურად, უფრო გრძნობით ვცდილობ, რომ პეიზაჟის აი არსი გადმოვცე ნათელ ფერებში და უფრო ლაღად თუ შეიძლება ასე ვუდგები და სპონტანურად ვუდგები მუშაობის პროცესს. როდესაც კომპოზიციაზე მუშაობ, აქ უკვე ფიქრობ დიდხანს თემაზე, ვეძებ მასალას, ვაკეთებ შესაბამის ესკიზებს, გარკვეულ ანალიზს ვეწევი, მაგრამ პარალელურად მადგება ის შემუშავებული მასალა, რომელსაც პლენერზე მუშაობის დროს პოულობ და მინდა ეს ავსახო კომპოზიციაში. ეხლა როგორც მხატვარი, ლადო არაჩვეულებრივად ნიჭიერი კაცი. ერთი პერიოდი ის
გატაცებული იყო ანტიკური თემით და უამრავი სურათები აქვს ამ თემაზე შექმნილი. საერთოდ სხვადასხვა მიდგომა არსებობს მხატვრობაში ისტორიულად. არიან მხატვრები, რომლებიც უფრო ანალიზისკენ იხრებიან, უფრო ცდილობენ ესე იგი შეისწავლონ საკითხი და ისე მიუდგენეს ტრადიციული მანერაა და ეს ტრადიციული მიდგომა არის, რომელიც ანტიკიდან იღებს სათავეს. აი ჯერ კიდევ პოლიკლეტე ხო, რომელმაც დაწერა შესანიშნავი დიდი მოქანდაკე ანტიკური პერიოდის საბერძნეთის კლასიკური ანტიკური ხელოვნების, რომელმაც კანონი დაწერა, ხო? შემდეგ ეგ რომშიც იყო და შემდეგ შუა საუკუნეებში უკვე, როდესაც აღორძინება დაიწყო, ასევე მხატვრები ეწეოდნენ ანალიტიკურ კვლევით მუშაობას და ამავე დროს იყვნენ შესანიშნავი დიდი ტიტანები მხატვრები, მარტო ლეონარდო და ვინჩის კვარა ამისთვის დავასახელოთ, ხო? გარდა ამისა ეს გაგრძელდა შემდეგ წლებშიც, ახლა გვარები ბევრი შეიძლება დავასახელო ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, მხატვრები, რომლებიც იყვნენ ამავე დროს როგორც დიდი მხატვრები, ასე იყვნენ ანალიტიკოსები. ხელოვნების ისტორია საფუძველთა საფუძველია ხელოვნების სფეროში მოღვაწე ნებისმიერი პროფესიონალისთვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ჩემი მეგობრის შვილმა მირჩია შევხვედროდი მის ლექტორს და ისე დამაჯერებლად და აღტაცებით საუბრობდა ამ პიროვნებაზე, რომ მაშინვე გადავწყვიტე ამ პიროვნებასთან შეხვედრა. ლადო არაჩვეულებრივად განათლებული, არაჩვეულებრივად ჭკვიანი და ისეთ მოაზროვნე პიროვნება გახლავთ. ამას რატო ვამბობ, ვიცით? ის გარდა ხატვისა ასწავლიდა სოფლიო ხელოვნების ისტორიას. უნდა გითხრათ, უნივერსიტეტში სახელოსნოებს შორის იყო ესე დატეხრული იყო, ტიხარი იყო და ხშირად მე მესმოდა ხოლმე როგორ ატარებდა ის ლექციას. და ძალიან მიტაცებდა ხოლმე, ჩავერთვებოდი, უსმენდი ხოლმე და არაჩვეულებრივ დიდ სიამოვნებას ვიღებდი. საერთოდ მიმაჩნია, რომ რაც მეტი სხვადასხვა ინფორმაცია, რაც მეტი სხვადასხვა მეთოდი ისწავლება, მით უკეთესია ახალგაზრდის განვითარებისთვის და არა ვარ მომხრე ერთი რომელიმე გარკვეული მიმართულებით და მარტო ერთი გარკვეული ასე ვთქვათ წესით შესწავლისა. ასე ვთქვათ, აი ესეთი რიგორისტული მიდგომის და თავადაც შემდეგ საქმიანობაში ვცდილობ რომ არ შევიზღუდო და სხვასაც როდესაც ვასწავლი, ვცდილობ რომ ვაჩვენო რომ ეს ერთ-ერთი გზა არის, მაგრამ საჭირო გზა. ბატონი ლადო ამავე დროს არის ფილოსოფოსი. ის ეწევა არაჩვეულებრივ საინტერესო საქმიანობას უნივერსიტეტში, გარდა ყველაფრისა სტუდენტებთან მუშაობს როგორც პედაგოგი. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რომ თქვათ ასეთი კვალიფიკაციის ადამიანი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი არ ეფუძნებოდეს იმ ძალიან მრავალფეროვან და ფართო დიაპაზონის ზოგად განათლებას, რომელიც კიდე ერთხელ ხაზს გაუსვამ გამოარჩევს ლადო ასათიანს. ახლა ჩვენ უნივერსიტეტში ვიმყოფებით პირველ კორპუსში და ყველასთვის გასაგებია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, მოღვაწეობენ, ასწავლიან, თქვათ მათთვის არ არის გასაკვირი სიტყვა განათლება და ინფორმირებულობა, ერუდიცია და ინტელექტი, მაგრამ აი აქაც კი ამ კედლებში არ შემეშინდება იმის თქმა, რომ ჩემი თვალსაზრისით და ჩემი გამოცდილებით, რასაც გარემო მიჩვენებს ლადო ასათიანი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, აი სწორედ ამ კუთხით, როგორც ფართო, აი წიგნიერი ადამიანი, განათლებული ადამიანი, შემიძლია ვთქვა, რომ ასე ვთქვათ, ნახევრად ხუმრობით, რომ ლადოსგან შეიძლება მიიღოს ადამიანმა კონსულტაცია, ისაუბროს გარკვეულ თემაზე, გამოიტანოს დასკვნები, იმსჯელოს და არ გადაამოწმოს არანაირად.
არც სხვა კოლეგებთან, არც წინგთან და არც სხვა საინფორმაციო წყაროებთან და ეს ეხება ძალიან ბევრ სფეროს. ყოველთვის მინდოდა არა მარტო ემოციით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ, არამედ აი გარკვეული ეტყობა მკვლევარის რაღაც მომენტი მქონდა და აი მკვლევარის ანალიტიკოსის მომენტი მიბიძგებდა, რომ არა მარტო ხატო და არა მარტო პრაქტიკულად შემოქმედებითად ვემსახურო ხელოვნებას, ამეთ გავერკვე არში საკითხის, რომ რა არის, რასაც ვემსახურები, რა არის ის, რაც მიტაცებს. ამიტომ უკვე 30 წელს გადაცილებულმა 85-86 წელი იყო, დავიწყე წერა წერილების ხელოვნების შესახებ, პირველი ჩემი წერილები სახვითი ხელოვნების შესახებ, მაშინ საბჭოთა ხელოვნება იყო ჟურნალი, სხვა შორის ერთადერთი ჟურნალი იყო, რომელიც ეს სახვით ხელოვნებას, თეატრს და ამ საკითხებს, ვიზუალურ ხელოვნებას ეხებოდა. ლიტერატურული ჟურნალები ბევრი იყო შედარებით, მაგრამ ეს ერთი ჟურნალი ეხებოდა ვიზუალურ ხელოვნებას, პარალელურად, რა თქმა უნდა, ხელოვნების სხვა სახეობებისა. აი პირველად გამოიცა და შემდეგ გადაწყდა და ჩავაბარე ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. მაშინ ახლა დოქტორანტურა არის ამის მსგავსი, მაშინ ასპირანტურა ერქვა და იქ დაუსწრებლად უნივერსიტეტში პარალელურად სწავლობდი და ამიტომ 4 წელი იქ ვისწავლე და შემდეგ დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიაში, ესთეტიკაში, იმიტომ რომ ფილოსოფია სხვადასხვა მოგეხსენებათ სხვადასხვა დარგებიდან შედგება, მაგრამ ყველაზე ახლოს ხელოვნების ფენომენს შეისწავლის ესთეტიკა, როგორც ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი. რასთავარი ადამიანისთვის. ეს აქ უწყინვალესად მოწყობილი. მე იმედი მაქვს, რომ გავა უამრავი ხანი და ლადო უამრავჯერ გაგვახარებს კიდე თავისი წარმატებები, თავისი ნიჭით, თავისი დიდი პიროვნებით. როგორ გამომდის ამას ახლა მაყურებელი გადაწყვიტავს და დროც, რა თქმა უნდა, გაუძლებს დროს, არ გაუძლებს. თავარია რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს თვითონ პროცესი, ხელოვნებაზე მუშაობის და ხელოვნებაზე ფიქრის. ჩვენ უკვე თითქმის 2000 წელია თანამშრომლობთ, ერთად მუშაობთ სასწავლო პროგრამებზე, სტუდენტებთან ურთიერთობა ერთად გვიწევს, ერთად წვეთ ბევრ საკითხს, რომელიც სახვითი ხელოვნების სწავლებას ეხება უნივერსიტეტში და აი ამ პირადი გამოცდილებიდან, პირადი ურთიერთობიდან, პროფესიული გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ აი ლადო სწორედ ის პროფესიონალია, რომელიც აი როდესაც ასეთი დონის სპეციალისტთან თანამშრომლობ, ბევრი საკითხი გაცილებით უფრო იოლი გადასაწყვეტია და ბევრი პრობლემა უფრო ადვილად იჭრება და კვალიფიციურად იჭრება. და რა ვიცი, მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანთან ერთად მიწევს საქმიანობა და მოღვაწეობა დღეს უნივერსიტეტში. ჩემთვის ფორმა და ფერი ყოველთვის არის დაკავშირებული და ფიგურატიული მხატვრობა მაინტერესებს პირველ რიგში, იმიტომ მიმაჩნია, რომ ფერი და ფორმა ერთმანეთთან არის არა მარტო დაკავშირებული, არამედ ფორმა სხვანაირად აჩვენებს ფერს, აი დაკვირვებული ვარ ხოლმე ერთი და იგივე ტონალობა, ერთი და იგივე ფერადობრივი ლაქა ფორმასთან მიმართებით და იმ ტექნიკასთან მიმართებით, რომელსაც მხატვარი იყენებს, შეიძლება სულ სხვანაირად ჟღერდეს. ამიტომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მახლობელი ისტორიულად, ყველაზე ახლობელი არიან ის მხატვრები, რომელთანაც ფორმა და ფერი იყო მაქსიმალურად ჩემი აზრით გამოვლენილი. ეს ისეთი სახელებია, როგორიც პირველ რიგში ეს არის ტიციანი, რომელთანაც მე ვთვლი, რომ კოლორიტი და ფორმა იყო იდეალურად შერწყმული. ეს არის რემბრანტი, ეს არის იმპრესიონისტების ისეთი წარმომადგენლები, როგორიც არიან მონე, რენუარი, მანე
და უფრო ახლანდელ მხატვრობაში, უფრო ახლო პერიოდის მხატვრობაში ეგ არის ვან გოგი და პოსტიმპრესიონისტები, მაგრამ ვან გოგი განსაკუთრებულად, იმიტომ მასთან არა მარტო ფერი და ფორმაა შერწყმული, არამედ თვითონ ტექნიკა, აი თვითონ მონასმიც ეთამაშება აი ამ მხატვრულ ფორმას და ფერს და სხვადასხვანაირად შეიძლება ერთი და იგივე ფერი მონასმის და ფორმის გამო სულ სხვადასხვანაირად ჟღერდეს. და ამავე დროს უფრო ახალი დროის მხატვრობაში კიდევ ეს არის პიკასო და მატისი, აი ესეთი შედარებაც კი შეგვიძლია მოიყვანო, რომ თავის დროზე ტინტორეტო ამბობდა, რომ მიქელანჯელოს ნახატი და ტიციანის ფერწერა უნდა შევრცხაო ერთმანეთში. და მე ახლა გავკადნიერდები, მაგრამ ახლა ვერ წარმომიდგენია, არც ფერი აკლია, არც პიკასოს და არც მატის არ აკლია ნახატი, მაგრამ აი იდეალური მხატვარი ჩემთვის ეს რაღაცა პიკასოს და მატისის ნაერთია. ბატონი ლადოს დამოკიდებულება, მანერა, მხატვრული და სახვითი ხელოვნებისადმი დამოკიდებულება ეს არის მაქსიმალიზმი. მაქსიმალიზმი ფერწერაში, მაქსიმალიზმი ყველაფერში, რასაც ის აკეთებს, ყველა ქმედებაში. ეს იქნება პედაგოგიკა, თუ ეს იქნება ესთეტიკისა და ხელოვნების თეორიის კვლევა. 89-90-91 წელი მოგეხსენებათ ეგ აი საბჭოთა კავშირის რღვევის საბოლოო პერიოდია და ამიტომ ესეთი თემა საკმაოდ იმ დროისთვის უჩვეულო თემა სახვითი ხელოვნების მითოსური ფესვები მქონდა დისერტაცია შერჩეული და აი სხვათა შორის საამაყოდ შემიძლია ვთქვა, რომ აი ბატონმა ზურა კიკნაძემ, როდესაც რეცენზია დაწერა ჩემ ნაშრომზე, აღნიშნა, რომ ეს ჩვენ მეცნიერებაში ყამირია. აი ეგეთი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ესე იგი აზრი გამოთქვა. იმიტომ რომ მართლაც მითოსი, მითოსური ფესვები, არაცნობიერი კი მუშავდებოდა, მაგრამ უშუალოდ ხელოვნებასთან მიმართებაში არ იყო ასე ვთქვათ საბჭოთა მეცნიერებაში მიღებული და აი 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების გარიჟრაზე ასე ვთქვათ, აი ეს თემა აქტუალური გახდა და მეც ასე ვთქვათ პატარა ჩემი წვლილი შევიტანე ამ საკითხში. მუზას დიდ პატივს მივაგებ, როგორც მითოლოგიურ არსებას, მაგრამ მუზისგან განსხვავებით ნამდვილად საუკეთესო თვისებები გამოავლე და nursery, რასაც ეძახიან, ხო, ინგლისელები, აი ესეც ცოდნია ჩემ მეუღლეს და მისი დიდი მადლობელი ვარ და საერთოდ რამის გაკეთება თუ მეზარება მარინა სტიმულს მაძლევს ისეც, რომ მე უარს ვეღარ ვამბობ. სხვადასხვა ხატვის დროსაც, როგორც მე რჩევებს თხოვს, ხატვის დროსაც რაღაცას თუ შეამჩნევს და მეტყვის, მე შეიძლება იმ მომენტში არ ვუჯერებ და დაძაბულობისგან ზოგჯერ ჩხუბობ კიდევაც, რომ რატომ მეუბნები მეთქი ესედაც, მაგრამ მე ვასწორებ, იმიტომ ვიცი, რომ თუ მარინამ შეამჩნია, მე სხვაც ხო შეამჩნევს და შეიძლება ისეთი კეთილგანწყობილი მნახველი არ იყოს, როგორც მარინა არის. ამიტომ მარინას მე იცის მარინამ, რომ მე მაინც ისე გავაკეთებ, როგორც როგორი შენიშნაც მომცა. ხშირად არა, მაგრამ ვიღებდი მონაწილეობას გამოფენებში, შემდეგ უფრო როცა გაიხსნა საზღვრები და საშუალებები უცხოეთში დავიწყე სხვადასხვა გამოფენებში, სხვადასხვა პუბლიკაციებში მიღება, ნუ ეს პატარა მონაგარი აჩვენებს, რომ შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ საკმარისი მონაწილეობა მივიღე და როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში სხვადასხვა საინტერესო ჩემი აზრით, რომელსაც ვირჩევდი პუბლიკაციებში, საინტერესო გამოფენებში, რამდენიმე ასე ვთქვათ art fair, biennale და ასე შემდეგ მიღებული მონაწილეობა, მაინდა-მაინც პროდუქტიული არა ვარ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ თვითონ მუშაობის მანერა ისეთი მაქვს, რომ დიდხანს მუშაობ და დიდხანს ვემზადები რამის გასაკეთებლად. ნუ ეს ჩემი ინდივიდუალური ხასიათია და ეგ თვითონ მხატვარი წვითავს რა მანერით და როგორ იმუშაოს. ასე რომ
მოკლედ შევეხე ამას, ну გარკვეული ჯილდოებით ანახლავს ხოლმე გამოფენებს, ეგ უბრალოდ აღნიშნავენ შენ მონაწილეობას და ну რაღაც კომპლიმენტებს იმეტებენ. კომპლიმენტი ყოველთვის საინტერესო მოსასმენია, მაგრამ თავარი ეგ არ არის. თავარი არის რომ აცნობ შენ ხელოვნებას სხვებს და ეცნობი სხვების ხელოვნებას, იმიტომ რომ ხელოვნება არასდროს არ დგას ადგილზე, ის ყოველთვის ვითარდება. და ყოველთვის საინტერესოა მარტო შენი რაღაცის ჩვენება, არამედ სხვისიც ნახვაც. Premio il David di Bernini 2015 al maestro Asatiani Vladimir. Da dove viene? York? Georgia? Speak English? Yes. E vorrei prego. Allora, possiamo dare un attimo. Tanto prende il suo premio. Grazie. ჩემი თვალთახედვით, ჩემი თვალსაზრისით მე ესე მგონია, რომ ლადოს ფერწერა სწორედ მისი ცოდნიდან გამომდინარე ესთეტიკური ღირებულებების კარგად გააზრების და მისი პირადი ინდივიდუალური შემოქმედების თანხვედრის შედეგი და სინთეზია. ხელოვნება ალბათ ერთადერთი სფერო არის საერთოდ ადამიანის საქმიანობისა, სადაც ცნობიერი და არაცნობიერი ემოცია და აზრი, განსჯა ერთმანეთთან კი არ იბრძვის და კი არ უარყოფს ერთმანეთს, არამედ სინერგიულად ერთმანეთს წინწევს და ეხმარება. ხელოვნება ამ თვალსაზრისით არის ძალიან თავისუფალი და ამავე დროს ძალიან ღრმა, რადგან შეიძლება ვთქვათ, რომ მეცნიერებაში, ხო, მაგალითად, ავიღოთ, რომ რაღაცა ცოდნა იბადება და ძველი ისტორიაც რჩება. კი არ ვივიწყებთ, მაგრამ ის უარყოფილია, მაგალითად, ყველაზე ცნობილი მაგალითი გელიოცენტრისტული სისტემა კოპერნიკის, რომელმაც უარყო და ისტორიას გადასცა, ასე ვთქვათ, შესანახად გეოცენტრისტული სისტემა, პტოლემაიოსის, ხო, რომელსაც ეს პტოლემაიოსის სისტემას ეძახიან, კიდე სხვა სახელით არსებობს. ან და მაგალითად რელიგიაც კი, ახალი რწმენა მოდის და ზოგჯერ კი არა ხშირად ებრძვის ძველ რწმენას, ესე იგი უარყოფს, ხო? და ძველი რწმენა, ასე ვთქვათ, რჩება დევნილიც კი. ხო? ახლა ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ხელოვნებაში ესე არ არის. ხელოვნებაში ძველი არ ნიშნავს დრომოჭმულს, არ ნიშნავს მოძველებულს, ანუ ხელოვნებაში რაღაცა ახალი ისე ჩდება და ვითარდება, რომ ძველი არ არის უარყოფილი, ნეგაცია არ ხდება. ეს არის ხელოვნების ბუნების შინაგანი რაღაც ტოლერანტული ბუნება ხელოვნებისა და მე თვითონ ადამიანურად ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც ეს ხელაღებით უარყოფა რადიკალიზმი და ნეგაცია არ არის ჩემთვის მისაღები. ამიტომ ძალიან მიმზიდველია ჩემთვის ხელოვნება, აი ამ თვისებებით, რომელიც მე ჩამოვთვალე.